აი ხა კიდე მინდა როგორ მივიდა საბოლოო ჯამში ერთი ვიდეოც მინდა განახოთ გურამ შარაძის სიცოცხლეში რა განცხადებებს აკეთებდნენ გურამ შარაძის საწინააღმდეგო და როგორ მიყავდა საზოგადოება იქამდე რაც მოხდა რა. აი გაუშვით ერთი გოკა გაბაშვილის ვიდეოა ძალიან პატარა რა. შარაძე არის ცნობილი პროვოკატორი, მატყუარა და მისი რეპუტაცია არც ერთ წრეში, საზოგადოების არც ერთ წრეში არ არის მაღალი. ანუ ყველა მიცის რომ ეს არის ტყუილების, თაღლითობის მკაცრებელი ადამიანი და ახლა მისგან ასე ვთქვათ, ძაგება და მისგან უარყოფითი რაღაცის თქმა მართლა გითხრათ არა მხოლოდ ჩემზე, არამედ არავის ნერვებს ასე ვთქვათ ეს არ აწუხებს. გესმით თქვენ? გესმით რა იარაღის ხმარობენ დღესაც უკვე 21 საუკუნეში? დაძველებულ გამოფიტულ რაღაც მე-19-მე-20 საუკუნის დასაწყისის იარაღს რა. რასაც უკეთებდნენ ილია ჭავჭავაძე ზუსტად რა. აღარ იცოდა კაც რა ექნა რა. აი ერთი კაცი როგორ მორეოდა ამდენ გიენას აღარ იცოდა რა. ზოგი აბრალებდა იმას, ზოგი აი ხალხზე რა თქვა ილიამ, აი რა თქვა იმაზე, აი თვითონ ფული აქვს და ჩვენ არ აქვს და მიიყვანეს იქამდე რომ მოკლეს რა 1907 წელს რა. მაგრამ წავიდა ეგ ეტაპი დამთავრდა, მაშინ ბოლშევიზმი და ის მოდიოდა. და იყო პროლეტარიატის ზეიმი და აღარ არის ეგ დავთე ეგ დრო იწურება, გაიწურა უკვე რა და იგივე მეთოდები არ ჭრის. იმიტომ რომ ისტორიიდანაც ვსწავლობთ გაკვეთილებს თქვენგან განსხვავებით რა. თქვენ კიდე არაფერს უარ კითხულობთ, აზე რო არა ხართ, აი მაგიტო ხართ ისე მაგიმაში ჩაჭედილები რა. თურმე მე არ მეწოდება გაჭირვებული ხალხი და ზურამ ახარაძეს ეწოდება. თურმე რა ვაკადრე გაჭირებულ ხალხს კი არ ვაკადრე, შენაირ ტიპებს ვაკადრე რა. როს მეტი დასახვევი არ აქვს ხელზე არაფერი რა. ხან არაბიზაციას იხვევთ, ხან იმას იხვევთ, ხან ერთს, ხან მეორეს, ხან მესამეს. და ვინც თქვენ არ გეთანხმებათ, იმას კიდე წავყელანძღავთ. და ხალხის წინააღმდეგ განაწყობთ რა. ეგ არის თქვენი უბედურება, რომ ეს არ გესმის, არც ერთ მხარეს და არც ერთი მხარე მიგვეკაჩება. იქითკენ რაღაც ვითომ პრო დასავლური ეპშტეინიზაციისკენ, მეორე მხარე ისე რუსების იმაში გვტენის რა. დაგვანებეთ რა თავი რა. არ შეიძლება დაგვანებოთ საქართველოს მიაროს თავისი გზით კაცო.